ეროვნული ბიბლიოთეკა კი მხატვარ გიორგი მელუას გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 50-მდე ნამუშევარი. თვითნასწავლი მხატვრის შემოქმედება დამთვალიერებელ სამყაროს ინდივიდუალურ გრაფიკულ ხედვას თავაზობს. ამერიკაში მოღვაწე ქართველი მხატვარი ხელოვნების მოყვარულებს საკუთარი ლექსების ინსპირაციით შექმნილ ნამუშევრებსაც სთავაზობს. გამოფენა 3 ივნისამდე გაგრძელდება. ამ გამოფენაზე წარმოდგენილი არის როგორც ამერიკაში შეერთებულ შტატებში შექმნილი ჩემი ფერწერული ტილოები, ასევე სამშობლოში დაბრუნების შემდეგ 2011 წლის შემდეგ შესრულებული ნამუშევრები. შტატებში უამრავ ჯორჯის შტატის ქალაქ სავანაში რამდენიმე გალერეაში იყო წარმოდგენილი და საკმაოდ პოპულარობა მომიტანა იქ. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ყოველთვის მონაწილეობდი ჯგუფურ გამოფენაში. ეს არის ჩემი რიგით მეორე დიდი პერსონალური გამოფენა, სხვა გამოფენებიც მქონია პერსონალური, მაგრამ იმათ არ ვათვლი. და მინდა აღნიშნო და გამოვყო ამ გამოფენაში ჩემი სერია ნახატებისა, რომელსაც ქვია პორტალი, რომელიც დაფუძნებულია ჩემს პოეზიაზე და ასევე იმ თეოსოფიურ ხედვებზე, რომელიც გარკვეულწილად გამაჩნია ამ მიმართულებით. ეს ნამუშევრები მე ადრეც მქონდა ნანახი ეს ნამუშევრები, მაგრამ აი ამ სივრცეში აბსოლუტურად სულ სხვა დატვირთვა შეიძინა. სამჯერ მოვედი სპეციალურად დასათვალიერებლად, სულ სხვადასხვა განათებები აქვს. ესე იგი, გახსნაზე იყო სხვა ემოცია, გუშინ მოვედი, სულ სხვა ემოცია იყო და დღესაც რომ მოვედი, შემომანათა იმ პირველმა ნახატმა. არაჩვეულებრივი მხატვარია.